კაი ბიჭი იყო ნამდვილად. მე არაფერი გოგო არ ვიყავ. დიდი ცხვირი გძელაი. მომატყუანეს იაფი. ჰაიდა მოგატყვილე. შენ მომატყვილე განა. ხანდას მარტო დავჩებოდი, იმაზე ხო შემოვდები. მოფერება იყო, ოთახი გაის იყო. კიდე ზმები. მე ვარ შუშანა ბერიძე, დავიბადე სოფელ ახურში 1939 წელს. ჩვენი საბჭოიდან ერთი გოგო იყო ნიჟარადის გოგო, წასული უმაღლეს სასწავლებელში, აბარა. ვერ მოეწყო, მაგრამ იქაურმა საბჭოს თავმჯდომარემ დაურეკა, ასე იგი რაიკომს ეს რომ არ მოეწყოს, ასე იგი აქედან გოგო აღარ წევა სასწავლებლად, უნდოდა რომ გოგოებიც გასულიყვნენ სასწავლებელში. მე ჩარიცხეს ის გოგო. ესე იგი პირველი გამოშვება ის იყო საშუალო სკოლაში და მეორე გამოშვება ვიყავი მე. ძალიან კარგად სწავლობდი, ჩემი ძმა უმაღლესში სწავლობდა და მინდოდა მეც, მაგრამ უფროსმა ძმამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიშვა. იმ გოგოის მამას ხუსეინი ექვა სპორტის ცენტრში, დაждდებოდნენ, ხალხი მოეყრებოდნენ და ცინოდნენ. ხუსეინ, რამდენი აკვარინა გაამზადო შენ, რუსული, ქართული, სომხური. არ ვათქმევი მამა ჩემო რომ შენ ესე იგი რამდენი აკვარინა გაამზადო, რამდენად. არ გამიშვის ამიტომ. მე მაინც ბიბლიოთეკაზე წავედი და თან მუშაობა და თან სწავლობდი დაუსწრებლად რა თქმა უნდა. ხის მოგიდანე, წაიშის მარაკოლა. კაი კაცი ხარ. მაგის საზოგადოებაში არის ხელობა ყურბა ახლა. ვაზმაირო წარითა ჭამდა ჭამდა. ერთ ყურბნები. ახლა ვერ შეიძლება რაღაც თუ უყარო ჯობია. და უკვე დასია. ჯერ მეგივნიდი, ახლა შემივავე. და უბრალოდ თორე არ სახოში შიბიშვია და არ სიმინდი მშევიდებია. მოსახურები და სასიმედრეა. მე მოსახურები სწორე ხარ. კაი კაცი ხარ. მამა ჩემმა დედაჩემმა იაკუფი დამააქვეს. მე სკოლაში დავიწყე სწავლა იქ ფრიდონი დამააქვეს 53 წელში გადამააქვეს იქ. სოფელში გავიზარდე, ამ სოფელში პირველმაში სკოლაში ვისწავლე საშუალო დავამთავრე. მამა ჩემმა გარეთ არ გამიშვა. მე ვისწავლე 66 წლიდან უკვე დავიწყე მუშაობა დამოუკიდებლად სოფლის ბრიგადირი ვიყავი. 6 წელიწ მერე საწერო მეურნეობაში ვიმუშავე და იქიდან დავბრუნდი ოჯახში და ვარ ოჯახში ასე შეხმარკებული ერთად ვარ. 78 წელს სახნევაში მამა ჩემს სახლი ჰქონდა. ერთი დღე მოსვენება არ ჰქონდა მაშინ. მოხჩახრილი მუშაობდით. ჩაი იყო, ვენახი იყო, კოლექტივობა იყო, სილოსი იყო. დასაქმნელობა იყო მაშინაც უფრო მეტი. ფუტკარი მყავდა ძალიან ბევრი 80 ოჯახი. ახლა დაუბრუნდი ფუტკარიც აწოდავდა და დასაქმნელობას და შრომას. მაინც ვცდილობ იმას რომ წამოეხმარო შვილებს, შვილიშვილებს და მათაც ზრუნავებ შემოჯავ. ვახშაში აღარ დავდივარ. ესე ხანდროს მე ჩავდივარ ჩემ მეურნეობაში, ჩემი მაკოტეში ჩავდივარ და პუსპუსები იქ ვეფერები რაღაცებს. შემიყვარდა 63 წლის 20 აპრილს. 20 აპრილს ქორწილი იყო მანამ. ფოტობაჟი გიყვარდი და დაქორწინებამდე შეხვედრა გქონდა. ჩუმჩუმაი დავინახევდი ერთი მეორეს და ბატონი შევალდი შევხვდით. ქედიდან ჩამოვაყვანე ბაღანა აკუნით პირველი ისი შვილი გოგო მყავდა. არ დუხედია, ცხვენოდა. ერთი ნახენოდა.
რა ჩამოუყვე, არ დაიხუბავდა ბავშვს. მისას. თქვენოდა სისხლი იყო. როცა მეჯდებოდა ხო ვეფერებოდი. მერეგი ახლა შვილთაშვილი ყავს 9 რომ ამოვლენ აქა მათ ერთად გორავს რა ვიცი ახლა ბაზარს ბრაზდები არ უნდა თავზე მოждომა ბაღნების ბევრჯერ მატყუებდა სასასვლელი არ იყო და მაინც მიდიოდა გადაყოფდა ფანჯარაში და რა იქნა მოვდივარ და თქვი ვიღაცა უდა თურმე სადღაც უნდა იქეიფონ და მიდის ერთად წევჩხუბეთ აღარ დაველაპარაკე ვართ ყანაში არ ველაპარაკეთ მაგრამ ახლა მინდა რომ ამან დამელაპარაკო ეს არ მელაპარაკე ახლა რა უკრა არ მელაპარაკება გახადამ ციხმა ეიმე და ვეგე ციხმი მეთქი ასე ჩვენი გაბუდვა იყო მზის ჩასლამდე 62 წელი ერთად ვარ ერთი მეორეს გაგება გვაქვს ერთი მეორეს სიყვარული გვაქვს და დავბერძით და კიდევ გვიყვარს ერთი მეორეს ბაზარში მე ვიარებოდი მომქონდა მამამთის ვაძლევდით მამამთის ვაბარებდით პულს კასერი ის იყო ინახავდა მაგრამ დაგჭირდებოდა კი გვაძლევდა ოჯახის უფრო მართველი იყო მომაჩე მისი სიტყვიდან არ გამოვიდოდით მაშინ დაშინებული იყო მამა იმის შეგვენ დაშინებული ომი იყო ზედიზე ძალიან დიდი გაჭირვება ნახული აქვს და ფულს ამიტომ ინცევდა ხვალ რაგველის არ ვიცი ჩვენა და ამის გამო ინახებდა ფულს დედამთილს უნდა და რაღაცის ხედვა შეძენა დამატება ესე იგი ამას ნებას არ აძლევდა მამამთი. მე დედამთილმა მომცა ნება რომ ოღონდ სახს მოუმატეთ და შენი ნება იყოს. მე არასოდეს არ მithქმია ძლისთვის შვილისთვის რომ ეს ასე არ უნდა გაგეთდეს. მათ როგორც უნდათ ყველაფერზე მიყოლილი ვარ ჩვენ. თუ მაგალითად შებრაზდება ხან სო ხანდახან მე შევბრაზდები ეს მე გავჩიმდეთ. ერთმანეთს ვაჩიმებ. ძალი მუშაობს, შვილები მუშაობენ გასული, შვილები მუშაობენ იგივე, ოჯახში რჩების მეზამად. გინდა თუ ან მანდატები ხმარდა, უმეტეს მე ვეხმარები ოჯახში მას აღშურდია და უფროსი შვილი 60 წლისა, მეორე 59-შია, მესამე 56-ში. პატარა ბიჭი შორეულ რეისებს აკეთებს ესე იმაზე რას უძახია. ტრალერზე მუშაობს, ახლა რუსეთშია კიდე. ჩემი შვილები ჩემი მზე არიან ამომავალი მზეთ, ასე ვაფასებ ჩემი შვილებს. და მათით მიხარია სიცოცხლეც, ცხოვრებაც. მაგრამ ახლა რომ ჩემი მოხუცი ბერიკაცი მივეყრდნობი და ესე იგი ყველაფერი მიგებს. ვერც შვილი მიგებს, ვერც ძალი მიგებს, ვერც შვილი მიგებს. ჩვენ ვუგებთ ერთმანებს და ჩვენ გვესმის ერთმანების. აი ეს ყოფილა სიბერეში სორხმული სიყვარულის მთავარი თემა. მის მკერდზე მივეყრდნობი და ესე იგი ჩვენ ვუგებთ ერთმანებს. ესა სიბერე.